წლების განმავლობაში ფერწერაში მუშაობდა და ხატვამ საბოლოოდ ფოტოგრაფიამდე მიიყვანა. ნიკოლოზ ბერდიშევმა ერთ დღეს იმ მომენტების ასახვა გადაწყვიტა, რომელიც არ მეორდება და ამ თემატიკას კიდევ ერთი პერსონალური ექსპოზიცია, Timeless ანუ მარადიული მიუძღვნა. გამოფენა ორ კატეგორიად ადამიანებად და ადგილებად დაყო. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შედეგად რამდენიმე ისეთი ადგილი აღბეჭდა, რომელსაც სტიჩიური მოვლენის გამო შესაძლოა განადგურება დაემუქროს და პეიზაჟებს ცნობილი მხატვრებისა თუ მოქანდაკეების პორტრეტები დაუმატა. მათ შორის თავად ავტორი ამერიკაში პოპულარული თანამედროვე არტისტის მარკუს იანსენის ფოტოს გამოარჩევს. ცნობილი ამერიკელი მხატვარი, ერაყის და ავღანეთის ომის ვეტერანი, რომელიც აკეთებს გამოფენას და ეს არის მაგის ბოლო ფოტო, რომელიც მაგი გამოიყენებს თავის გამოფენაში, ანუ კატალოგებში და ასე სხვა სარეკლამო ებში. მაგასთან მე გავატარე რამოდენიმე დღე მაგის სტუდიაში და უღებდი ყოველ დღე პორტრეტებს, ანუ მუშაობის დროს. ნიკოლოზ ბერდიშევი ახალ სერიაზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ტრადიციული ფოტოების გარდა ნამუშევრების ნაწილი ციფრული არტის დახმარებით სხვადასხვა ადგილებისა და ეპიზოდების გაერთიანებით შექმნა. ავტორი ეკლექტურ ექსპოზიციას საკუთარი ფოტოშემოქმედების მეორე ეტაპად მიიჩნევს. საქართველოს მეორე პერსონალური გამოფენა არის. აქ წინა გამოფენასთან შედარებით აქ მაქვს უკვე პორტრეტები გადაღებული, ანუ ადა ხალხი. წინა გამოფენაზე მარტო იყო ადგილები, ანუ ხალხი საერთოდ არ ფიგურირებდა. და ეს ჩემთვის ასე ვთქვათ სხვა ეტაპი არის, იმიტომ რომ ადამიანის გადაღება დავიწყე. მე ვთვლი, რომ ფოტოგრაფიაში ძალიან ძლიერი ადამიანის ემოცია ფოტოში გადმოსცე. არა მარტო ფოტოხელოვანია, არამედ ის მხატვარიც არის და ანუ მას აქვს ძალიან სერიოზული ბაზა ხატული განათლების. რაც ჩანს ყველა მის ნამუშევარში, იმიტომ რომ ყველა ფოტოგრაფია, რომელიც წარმოდგენილია, ყველა ნამუშევარი, რომელიც წარმოდგენილია, ყველა არის დანახული ხელოვანის მხატვრის თვალით. მე მაგალითად ამას ვხედავ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს ნამუშევრები, როგორც კომპოზიცია ციურად, ასევე თავისი კოლორიტით და მხატვრული გადაწყვეტით. გარდა ფოტონამუშევრებისა, გამოფენაზე ვიდეო არტიც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ფერსა და კომპოზიციაში მონაცვლე კონკრეტულ ადგილებსა და მომენტებს მოიცავს. გაამართლებს თუ არა ავტორის ჩანაფიქრი და აღმოჩნდება თუ არა დამთვალიერებლისთვის მარადიული ნიკოლოზ ბერდიშევის აღქმული ეპიზოდები, გალერეა ვანდაში მისული მნახველი 18-დან 28 ივლისამდე შეიტყობს.